გამარჯობა. მე ნიაკო ვარ, 9 წლის და ახლა ვარ სიტყვის აკადემიის ბანაკში, კაჭრეთის ამბასადორში. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში. როგორ მივცე თავისუფლება ისე, რომ არ დაკარგოს ბავშვობა და სილაღე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტა მთელი ოჯახი მისი გულშემატკივარი გამხდარიყო ამ პროცესში და ჩვენ სრული შემადგენლობით უკვე აქ ვართ, მისი დამოუკიდებლობის და წარმატების სადარაჯოზე. მოგწონს ჩვენთან? გამაგარია. ეხლა რას გეკნოთ? რა უნდა გააკეთოთ საღამოსთვის? წარმოგიდგენაზე? ჰიპ-ჰოპ უნდა ვიცეკო. რა შეცვალა ბანაკში ყოფნამ ჩემში? უფრო დამოუკიდებელი ვარ და მჯერა ჩემ თავს. რა აღმოაჩინე ჩემზე ისეთი, რაც აქამდე მეც არ ვიცოდი. საოცარი შესაძლებლობები. ჯანსაღი სეპარაცია არ ნიშნავს მშობლისგან წასვლას, არამედ ნიშნავს იმას, რომ მშობელი აძლევდეს ბავშვს უფლებას, რომ გაიზარდოს, განავითაროს დამოუკიდებლად საკუთარი მე, მშობლის სიყვარულის ფონზე. სიტყვის აკადემია ძალიან ახლოს არის ჩემს ღირებულებებთან და ხედვებთან. ისინი ქმნიან მხარდამჭერ გარემოს, რომ უსაფრთხოდ და კომფორტულად გავიაროთ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ დროს არა მარტო ბავშვს, არამედ მშობელსაც სჭირდება გამბედაობა, რომ გაუშვას მშვიდად და თან გაატანოს ნდობა. ოდავ სწავლობ როგორ გავუშვა ხელი და თან მის გვერდით ვიყო. არ დავორეკო მთელი დღე და თან სულ ვესაუბრო. მე ხომ მისი შინაგანი ხმა ვარ, რომელიც ყოველთვის აძლიერებს და ამბობს. შენ შეგიძლია.